მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. ჩვენი დღევანდელი ვიდეოს თემა ბარები. ადრეულ წლებში ხშირად დავდიოდი ბარებში, რა, ეხლა მოვიკელი, არ ვიცი რატო. ცხოვრების დინამიკა შემეცვალა. მონდა რაღაც ისეთი პრაქტიკები, რომელმაც გამზარდა, უხერხულობაც იყო, საინტერესოც, განმავითარებელიც და კაროჩე რა, ასე ამონუც. ერთი ესეთი ისტორია, მე და ჩემიანი, ჩემი დაბადების დღე იყო და რაღაც ფული მქონდა, წავედით ბარში. მეთქი დავხარჯოთ რაღაცა, რაც გვაქვს, ვიგულავთ იმრიელად, კაი დრო გავატაროთ თქო. ტრადიციული სუფრები და რაღაცები ძალიან კაია, მაგრამ გინდა რომ რაღაც ახალიც გააკეთო რა, მაშინ პატარა ვიყავი, რა ვიცი. 20 წლამდე ვიყავი მაშინ. დაბადების დღეები რომ მქონდა, ვცდილობდი ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რასაც ისე არ გავაკეთებდი. აი მაგალითად, სტარტინგებში დავხარჯავდი 200 ლარს, რომელიც მაჩუქეს იმ დღეს. ბარში დავტოვებდი მთელ ფულს, რაც მექნებოდა. როცა რაღაც სტაბილური შემოსავალი გაქვს, სხვანაირად ხარჯავ, მაგრამ როცა ბავშვი ხარ, ეგეთ რაღაცები ყოველდღე არ გაქვს. ვინც იცით ბაუჰაუსი, დედაენის ბაღში, იქ დავდიოდი ხშირად რა. დედაენის ბარში ცალკე და ბაუჰაუსში ცალკე. თუ ერთგან იყო დაკეტილი, მეორე ღია იყო და პირიქით. ეს პერიოდია ძალიან თემა იყო ბაუჰაუსი. თუმცა ეხლა არა, ვერანდები რო აქვს და ძალიან ვიტრაჟული თემები. ადრე იყო ქოლგების პერიოდი რა, რაღაც პლასმასის გამები და ქოლგები იყო და ერთ მაგიდასთან იქ 7 კაცი ჯდებოდა, სხდებოდა. ოღონდ როგორი თემა იყო, იცი, დასხდებოდით, რაღაცას შეუკვეთავდით და ხალხი ძალიან ჯიგრულად ვიყავით ერთმანეთში, რომ აი ძალიან უშუალო გარემო იყო, ვიზიარებდით რა ყველაფერს. დასხდით ეხა და ვიცით რომ ეს ფული უნდა დავხარჯოთ, არ ვიცი რამდენი მქონდა, 200 ლარ რამდენი მქონდა, მგონი რა. 10 წლის წინ იყო კაი ფული. ეხა რა ვიცი, ალბათ 400 რო კონდეს, ერთი დღისთვის არაა ცოტა. როცა ორი კაცი ხარ, ულდი რომ 5 ლარი ღირს, დათრობასაც მოახერხებ და სხვის დაპატიჟებასაც. შევუკვეთით ლუდები, მოვიტანეთ, დავსხედით და ვსვავთ რა. და პერიოდულად ხალხი მიდი-მოდი ჩვენთან სხდება, ვიღაცა თამსვლელი გაიჭირდა, რაღაცა გაგვიზიარა, ჩვენი უთხარით, მე კიდე ვიღაც გოგოები მოვიდნენ, ვისაუბრეთ, დავიშალეთ და ბიჭო, უკვე კარგად ვართ რა, კაი მთვრალები ვართ და ეხა მე რაღაცა მინდა ისეთი, რომ ახლა წავიღო ამ სახამოდან. მაგ პერიოდში არ მქონდა ეხა იმ ხელგამოცდილება, რომ აი გოგო დავპატიჟებ და აი მანზე ვიყავი და ეგეთ რაღაცები არა. ბიჭები გავიოდით, დავლევდით და მოვიოდით უკვე. მაქსიმუმ რაღაცა წავეცეკვებოდით ან არ წავეცეკვებოდით და ეგ იყო. ესე უშუალო პირდაპირ დაპატიჟებები არ ვიცოდი მაშინ, ანუ არ მქონდა პრაქტიკაში რა. ვინც იცით ეხა ბაუჰაუსი, იქვე არის კიბე. ანუ არ წინ არის რაღაცა ქოლგების თემა, იყო სკამები, პლასმასის სკამები და გვერდია კიბე და ადიხარ და ის ვიტრაჟული ვერანდა, სადაც უფრო სხვა სიტუაციაა, წყნარი მშვიდი და შედარებით ძვირი. აქ რომ მოვშით ლუდების სმას და კეიპს, იქვე კიბესთან შევამჩნიე ორი გოგო რა, ძალიან ისე იავნად იჯდა, რომ იმენა იქცევდნენ ყურადღებას. რაღაცა შოკოლადი დავითრიე ბარში, მივუტანე და მეთქი გასაუთხარი არ მახსოვს. კბილ გოგონებს კბილი ფრაზები რო არსებობდა რა, რაღაცა მეკერცური ფრაზები. ხო და ბიჭო, ხო მეთქი ეს თქვენ რაღაც და გავუსწორდათ. დავუბრუნდი შემაგიდასთან. გავიდა რამდენიმე წუთი. ჯობებედი ამათთან რა და რამხორ დავველია თქო. რა ბაზარი არ არისო. მომეწონა ერთ-ერთი რა, ძალიან ისეთი კაი გოგო იყო და მეორე ჩემიანს მეთქი ჩემ მიაქცია. და ავედით ზევით, დახურული ვერანდა იყო მაშინ. და ბიჭო დავსხედით რა, შიგნით. ხო ეს 5 ლარი ღირდა, ლუდია კოქტეილი ღირდა 15, 20, 40, 60, 100 და 500. ხო და დარჩენილი მქონდა რამდენი რა, ერთი 100 ლარი. ნახევარი ქვევით დავტოვე. აბა რაღაცა 100 ლარი მაქვს და 4 ვარ და რა შეიძლება ისე რომ ჩავეტიოთ ფასებში. მოჰიტო არის კაიო რა, 15 ლარი ღირდათ რაღაც. მეთქი ბაზარი არა. მოჰიტო 4-იც არის. დავსხედით, ვისაუბრეთ, საკაიფო, ბევრ ამაზე. ყველაზე რაც მე ვასებოდა მანდ ის იყო რომ სწავლობდი გოგოს დაპატიჟებას ცოტა ისეთ გარემოში რა და მაგმუღამით უყურებდი იქ ის ფული რაც მქონდა უნდა ხარჯულიყო 500 რომ მქონდა შეიძლება დამეტოვებინა იმიტომ რომ გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი არ აქვს ხელა ძმა საუბრობთ ხოვაზე ხარ რაღაც ინტერესებს ვცვლით და დავიდა ერთი ნახევარი საათი სიტუაციაში უფრო კარგად რომ გაერკვეთ ქვევით იყვნენ საშუალო ფენის წარმომადგენლები და ზევით იყვნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები ხო ნუ გადავით ამბობ მაგას მაგრამ რაღაც პონჩი ეგრეც იყო არ იყო გადაობა იმიტომ რომ ქვევით 50 ლარად იქეიფებდით სადმაკაცო ზედა ოთახში 50 ლარად თან სამ კოქტეილს დალევდი რა მეტი არაფერი არ ქონდათ იქ რა ეგეც იაფ შემთხვევაში ქვევით ხა ქოლგები იცას გაშლილი იყო და ხალხი დვიჟენიოდა იქ ძალიან სხვანაირი თავისუფალი სიტუაცია იყო და ზევით ცოტა ისეთი დელიკატური და ნელა რო საუბრობთ ანუ ვაფშე სხვა გარემო იყო და ბიჭო ჩემ თავსაც ხო ამოღამებ ხო ვიზრდები რომ ეხლა დავპატიჟე ახალ ეტაპზე გადავდივარ ცხოვრებაში და რაღაცებს ხედავ ესე და ჩემ ვაიბებში ვარ და იქ წნარად მუსიკა ვიწყობს ხელს ხალხი წნარად საუბრობს მეც ამათი ნაწილი ვარ და უცებ მესმის ყლაპუნის ხმა რა ბიჭო მეთქი რა არის და გამოვიხედე ჩემ მაგიდისკენ და ანუ გოგო რას უშვებოდა მოხიტოს იცი აი როგორ გითხრა რა შუახნის კაცი რო ცივ ბადრიჯანს მოუწობს ეგრე ჭამდა მოხიტოდან ლიმონს და მეთქი რას საკეთებს ეს ხო ანუ ისეთი პონჩი უხერხულში გვაგდებდა რა ანუ ის კი არ იყო რა მოხრუდა და ანუ იმენა ტიპი ჭამდა ლიმონს ანუ ხო დაცალა რაც იყო ეს რა და კაუჩ ამოიღუთით და იმენა ღერძაო და დიდას უტყდა ლიმონს რა მეთქი რა საკეთებს ხო ხა ნუ ჩემიანში ვხედე მეთქი ეს რა ხო ჯამთელად არის რა ბიჭო მეთქი ხო არ ჩავიდა თქვევით აქ აშკარად აღარა მინდა რომ ვიყო ანუ ის ვაიბი ხო ვაფშე მოსპო და ამოგონ რა თქვა რა რომ ხა მე მომეწონეს გვერდზე მეჟდა მაგის ახალი იყო რომ მე ლიმონს დიდ და
ხო გვიყიდა კიდეო რა. ბევრი შენის მოიყიდა, თუმცა მიყიდე. რო იყო ეხა ბიზნესმენი და აი ხელფასი და ბაზარი არა, მაგრამ რო იპატიჟებ თავს, რაზე იპატიჟებ, ფასი არ იღებს ერთი მოტანა, ხო ხტები? ცოტა არ გამისწორდა ეგ რა. განარა, ანუ რო კონდეს დახარჯავდი, მაგრამ აღარ მქონდა ეგ ერთი და მეორე. ისეთი დამოკიდებულება ვიგზენი რა. თქოს აი გასაძღომად იყო მოსული რაღაცა, ანუ გამიტყდა რა. ხო გვიყიდა უკიდეო. მეთქი რავი, ხო ჯობია რომ ქვევით ჩავიდეთ, ანუ ისე ყოთ მუსიკა. ბიჭო, ჩავიდეთ ქვევით რა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, პროსტა ის რაღაცა ფორმა ამოვარდნილი ქცევა გააკეთა რა. თქოს მაგ ტიპს ეგ არ უნდა იქნა. რაღაც ზალი გააკეთა, ეგეთი შაბეჭლება დამჭარა და ბიჭო, კაროჩე, ჩავიდეთ ქვევით და რაღაც ვსეკავთ, ხო ახლა თუ ჟენიობ და ვეცეკვები რა, ჩემ გოგოს რაღაც და ამას საბედნიეროდ არ უჭამია ლიმონი ხელით. მაგრამ ნუ ესეთი დაბროზე იყო, რომ ახალი პარტია მოსულიყო ერთი. და 700 ლარი დამეტოვებინა იქ, რომელიც არ მქონდა. რაც ჩემი წол დავხარჯე, ხა თუ ვინ დავიშალოთ, თუ ვინ არ დავიშალოთ და ბიჭო, ვსეკავთ, ხო ახლა თემაში რაღაც ტიპი მოდის. შუაში გვითგება და ესე გვეცეკვება, მეთქი გო, რა მოცადე რა, ადამიანს ვეცეკვები რა. გოგო და ამას ეცეკვება, მეთქი ამაში ხო არა ხო. ეგრევე მივედი რა, მეთქი ანუ შენ მაგარი უცნაური ტიპი ხარ თქო. არა, მე უბრალოდ ამას ვიცნო. ოკეი, კაი, ბაზარი არა, შეგარგოს. ისე მე მეცეკვებოდა მე რა და მეთქი რაღაცა ის გესე რაღაცა. არ დამბევას და პონტია ხო აზე ხარ. თუ ჩემთან ხარ იყავი ჩემთან, თუ არ ხარ ჩემთან მითხარი და დავიშალოთ. ესე შეტაბეჭდება დამჩარო, თითქოს ანუ ვეჯიკაოდი. მოდი კიდე და დაგახარჯო, შენი ყურადღება მივიქციო. მაგრამ დავიკიდე რაღაც პონჩა აღარ გამისწორდა. მე რაღაც თვითონ იმ გოგომას თქვა რომ სახლისკენ წასვლაზე რა და მეთქი რა ბაზარი არის გაგაცილებთ და გავაცილეთ ტაქსამდე გავუშვით სახლში რა. რეალურად რაც მოხდა. მე ბევრჯერ მოხდა რაღაც პრაქტიკები ცხოვრებაში და ვინც ახლა პატარა ბეჭები ხარ და ჯერ რაღაცები არის ეს გაგიზრდეთ აი რაღაც ბარებში არიან გოგოები რომლებიც მუშაობენ სპეციალურად იმისთვის რომ შენ ჯიბეს დედა მოუწოდოს. რაც უფრო მეც დახარჯო, უფრო მეტი ხელფასი აქვს მაგათ. ბარი იქირავებს ლამაზ-ლამაზ გოგოებს, რომლებიც ვითომ იკერებიან, მოდი ესე ვიტყვით, ცუდ სიტყვას და რაც უფრო ბევრს დაგახარჯინებენ, უფრო მეტი ბონუსი ერიცხებათ ამათ. მაგიტო იყო, რომ ის ნორმალურმა გოგომ, რომელიც წესით ეგრე არ უნდა იქცეოდეს, ლიმონი ამოჭამა მოხიტოდან, რომ მე უხერხულში ჩავეგდე და კიდე მომეტანა ახალი სასმელი რა. ესეთ პონტია ეგ რა, ცოტა რა ბანძი პროფესია რა, არავის არ გაგიწყდეთ. არასტორივეშია ეგ რა. არ მეუვასება, რაღაცნაირია. ხა იმ გოგოებს რო კითხო, ეს ჩემი სამსახურია და თუ ბიჭი მომეწონება, ის და რავი გავყვები, არ არის პრობლემა, მაგრამ რაღაც პონჩი არასწორებს რა ეგ თემა. გამურჩენის პონტია და რაღაცნაირ შეგრძნებას გიტოვებს. მაგრამ არის ესეთი კატეგორია, რომელიც უბრალოდ იმიტოა მოსული, რომ შენ სავით აინტერესებს სხვა და უნდა რომ ურთიერთობა გქონდეს და საიდანღაც დაიწყოს. ხო, ეგეთი პონტია.